პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებულ 11-ვე პირს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. ანდრო ჭიჭინაძე, უნისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევას კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში udანაშაულო ცნო, თუმცა ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა. ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს დარბაზსა და ეზოში ხმაური მოხდა. მადლობა ყველას, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბრძოლა იწყება დღეიდან საღამოთი. ესენი სულყველანი აუცილებლად დატოვებენ ამ ქვეყანას. ყავს აგერა, იტირონ იმათმა კიდე რა მაქვს ხა. მაგაში მე გავზარდე 2 გმირი შვილი დედა. მე ვარ ტერიშვილების დედა, ერიშვილი მამუკა, რომელიც მომიკლეს. მაშკაცები ასი არიან. ქართული დროში თმაში და ერიშვილი გიორგი. მე მიამაყებარ ესეთი შვილები ხარ. ესენი ვერ გაზრდიან ესეთ შვილებს. ვერა. ამათი შვილები არ იქნებიან ეგეთი. მე ამაყად გავიდრე ქუჩაში და რო გავივლი მიხარია კიდევ. ყველა მილოცავსა ყველა მეუნება მალადეთ, აი გმირი დედა ხარ. ამათ არ ეღირსებათ არაფერი, არა. იმ ჩემ შვილის მოპოვებულ თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე დაზარდეთ. თავიანთი შვილები ახლა გაფუძნებულები არიან. აი დაეხოჩოთ, ამოუწყდეთ ის შვილები ცოტა როგორიანი რომ და ჩასავით გამწავდეთ. Absolut გამოშვებას ამ არჩევნების თვეში და წინას პერიოდში და პლუს პროტესტის ბოლომდე მოგვიდვასილობენ არჩევნებამდე, მაგას სიგიჟე იქნებოდა პირიქით გააძლიერებდა პროტესტა. რაც გააკეთეს, ის გააკეთეს და ახლა იმის პროპაგანდა შემოაგორებ, რომ კიდე იქეთ მადლობლები უნდა ვიყოთ, თურმე რა მოწყალია მე წმინდა ბიძინა და წმინდა მურუსიძე. განჩენი გამოჩნდება დრო და დრო, ახლა წინასწარ ბუხარებს და წინასწარ რაღაცების გამოცხადებას აზრი არა აქვს. კაცი გამოჩნდება ჩვენ რა შეგვიძლია იმათ უკან დასახევი გზა არც იმათ აქვს და არ ჩვენ. და ჩვენთან მთელი მსოფლიო იმათთან რა ვიცი ბიზნეს რაღაც მოჩვენებითი ფული და ნახოთ ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა არაფერს გავნერულობ და ის საათნახევარი რაც განაჩენის გამოსატანად იყო გასული მაგაზე უფრო დავიძაბეთ იმიტომ რომ ხელში ამოსული ეს მოჩვენებითი ვითომ რაღაც დემოკრატია. მოსამართლეს მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია, მან პირდაპირ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. გალუსტაშვილის თქმით, დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა ეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. მუხლის გადაკვალიფიცირებას ველოდით მხოლოდ იმიტომ, რომ გუშინ იგივე მოხდა. და ველოდით იმიტომ, რომ დღეს და ისედაც ხათვის განმავლობაში არაერთხელ ნახეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებებს არ იღებს სამწუხაროდ ამ საქმეში და მივხვდით იმასაც, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ეს იქნებოდა 226 მუხლი თუ საერთოდ სხვა კიდევ უფრო რადიკალურად განსხვავებული მუხლი. სამწუხაროდ რა დავალებაც იქნებოდა სავარაუდოდ ის გამოცხადდებოდა. რაც არ უნდა არარეალური იყოს მაინც მოსამართლემ თავისი განაჩენით დატოვა ორგანიზატორების საქმეში, დატოვა ჯგუფურობა საქმეში, დატოვა მათთან კავშირი, ბრალდებულების ნაცნობობა და მათ შორის უკანონო მოქმედებები, რომლებიც მხოლოდ ძალადობრივი აღარ აღმოჩნდა და არის მხოლოდ წესრიგის დამრღვევი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, მაგრამ ამას რამდენად აქვს დღევანდელ სასამართლოს პირობებში პერსპექტივა ამას ალბათ უკვე დრო გვადახებს, მაგრამ აუცილებლად ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოში და აუცილებლად თითოეულმა სინდისის პატიმარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიქნებით მის გვერდით, ვიდრე ბოლო პატიმარი არ დატოვებს ციხის კედლებს. განაჩენის გამოცხადებამდე 8 ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ თავის დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს და პროკურორებს მიმართა. მან გალუსტაშვილს უთხრა, რომ ის გადაწყვეტილებას არ იღებს და რეალურად იარაღია. ჭიჭინაძემ მოსამართლეს მოუწოდა ნუ აიღებს ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში
ციხეში გაშვებაში მიიღებს მონაწილეობას. კიდევ ერთმა ბრალდებულმა გიორგი ტერეშვილმა თავის საბოლოო სიტყვაში თქვა, რომ ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან. მოსამართლეს და პროკურორებს მიმართა ვალერი თეთრაშვილმაც იმედი მაქვს, რომ ისევ შევხვდებით სასამართლო დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით უთხრა თეთრაშვილმა მათ. რევაზ კიკნაძემ თავისი საბოლოო სიტყვა 2 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის დასკვნით სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. საბოლოო სიტყვით არის სარგებლეს და სხდომას არ დაესწრენ სერგეი კუხარჩუკი და გურამ მირცხულავა. გურამ მირცხულავა უკვე დიდი ხანია პროტესტის ნიშნად აღარ ესწრებოდა სასამართლოს სხდომებს. თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ. ყველამ ვიცით და გვესმის, რომ თქვენ ამ შემთხვევაში იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. თქვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებთ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ ხოვნა მდგომარეობს შემდეგში. უბრალოდ ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში მიიღებთ მონაწილეობას. ბატონო მოსამართლე, თქვენს გეხებათ ეს. არ ვიცი, შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც რატომღაც ამდენი ხანი გიყურებთ და თქვენ მე მგონი არ ხსიამოვნებთ, რასაც აკეთებთ. ყველაზე ნაკლებად ეს ბატონ ვახტანგ ცალუღელაშვილს ეხება. ბატონ ვაჟა თოდუას მეტად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახოს ცხოვრებაში და ეს არ უნდა იყოს იმის განმაპირობებელი, რომ ადამიანურობის და ადამიანების რწმენა დაკარგო. ამიტომ ეს თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა და შანსი, რომ რაღაც საქმით ის შეცდომები, რაც დაუშვა, გამოასწოროს. ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ვიდექით იქ, სადაც უნდა დაგვეცვა საქართველო. ჩვენ გვინდა ევროპა, აღარ გვინდა ის რუსეთი, მაგრამ გვყავს ახლა ისეთი მთავრობა, რომელიც რუსეთისკენ იწევს. რომელმა მთავრობამაც გუშინ ჯალათი წულუკიანი გამოუშვა და საქართველოს დასდო ბრალი. აი ასეთი მთავრობა გვყავს ჩვენ. ეს მთავრობა მალე უნდა მოვიშოროთ აქედან. საქართველოს ბევრი გმირი ყავს ჩემი ძმის თამადობით, ბევრი სახელოვანი გმირი და ეს მთავრობა მათ სახელს ლახავს. ეს არ არის ქართული ოცნება, ეს არის რუსული ოცნება. ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ჩემგან, რომ თან გიყუროთ და თან სიმშვიდე შევინარჩუნოთ. თქვენ ბრძანდებით აბსოლუტურად უუნაროები. ერთი წამით არ იფიქროთ, რომ პროფესიონალები ხართ. განტევების ვაცება დაგვარჩიეთ წესიერი ხალხი. გვედავებით უпроსტოდ გვაბრალებთ. გეგონათ შეგვაშინებდით, საპროცესოზე წამოვიდოდით. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ მსგავსი არაფერი ვიკადრეთ. გულის ამრევია თქვენი საქციელი. ვის უნდა ჰქონდეს თქვენი იმედი. იმედია ისევ შეხვდებით სასამართლო დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით. იუმორისტმა ონისე ცხადაძემ დღევანდელი ქართული სასამართლოს საბჭოთა სასამართლოს შეადარა. მისი თქმით, განსხვავება მხოლოდ კანონებშია. როგორც ცხადაძემ გალუსტაშვილს უთხრა დღეს, რომ დახვრეტა შეიძლებოდეს, ის დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ადამიანებს სასიკვდილოდ გაიმეტებდა. ირაკლი ქერაშვილმა თქვა, რომ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს. არა იმიტომ, რომ დამნაშავეა, არამედ მისი თქმით, მას აქვს განცდა, რომ სასამართლო მიკერძოებულია. ეს სასამართლო არაფრით არ განსხვავდება საბჭოთა სასამართლოსგან. განსხვავება მხოლოდ კანონებშია. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ აუცილებლად გაიმეტებდით ადამიანებს სასიკვდილოდ, რადგან მოსამართლეები არა სამართალს, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტულ ინტერესებს ემსახურებიან. ამაზე მეტყველებს თქვენი სუფთა სტატისტიკაც. 6 გამამტყუნებელი და არც ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება. თუ მართალი არ ვარ, მაშინ ერთხელ მაინც უთხარით ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, შალვა პაპუაშვილს, გია ვოლსკის. არ მაინტერესებს რას ამბობთ ამ საქმეზე, ფეხებზე მკიდია თქვენი განცხადებები. უთხარით ეს ხმამაღლად და გამამართლებელი გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოთ ამ საქმეზე, ეს დიდად არაფერს ცვლის. ქვეყანაში სადაც მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, ონისე ცხადაძის ციხეში ყოფნა დიდი ვერაფერი ამბავია, თუმცა თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამ პროცესის განგრძობადობა მიგვიყვანს ისეთ სახელმწიფომდე, სადაც ისევ მოკლავდნენ ილია ჭავჭავაძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, სანდრო ახმეტელს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და კიდევ უამრავ გენიალურ ადამიანს. იმედი მაქვს თქვენც იაზრებთ, რომ სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და თავისუფლება მოსამართლისთვის ფუნდამენტია და მათი არ ქონის შემთხვევაში მოსამართლეს ერთი ნაბიჯი აშორებს ღრმად პატივსაცემი პროფესიიდან ჯალათობამდე. სამწუხაროდ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ მაქვს. არა იმიტომ, რომ დამნაშავე ვარ, არამედ მაქვს განცდა, რომ სასამართლო მიკერძოებულია, თუმცა იმედს მაინც არ ვკარგავ. მინდა ვიმართო რეჟიმს. იმის და მიუხედავად, რომ ცდილობდით ციხის 4 კედლით შეგეშინებინეთ, თქვენ და სამწუხაროდ ვერ გაითვალისწინეთ, რომ მაღალი IQ-ს მქონე პირი ვარ. ვინაიდან რეჟიმის წარმომადგენლები დაბალი IQ-ს მქონე პირები არიან, გარვუმარტავ IQ ნიშნავს ადაპტიურობის ინტელექტს. მე ვარ ჯანუარ ჩაია რევაზის ძე, იმ რევაზის შვილი ვარ 1988 წლიდან მოყოლებული ზვიადის და მერაბ კოსტავას გვერდით იბრძოდა. 14 წლის ბავშვი ვიყავი 9 აპრილს და იქიდან მოყოლებული იწყება ბრძოლა. ჩემი ცხოვრება ჩემი ბავშვობიდან დაიწყო ბრძოლა. 50 წლის კაცი ვარ და არაფერი გამომიტოვებია. ვიყავი აფხაზეთშიც. მე არ ვიბრძვი ჩემი სიკეთისთვის, მე ვიცავ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს. მე ვიცავ ჩემი საქართველოს ევროპულ მომავალს. მე მინდა ჩემს შვილებს, ჩემს შვილიშვილებს კონდეთ ნათელი მომავალი. ამის გულისთვის ვისჯები. საპატრიარქოს მინდა ორი სიტყვით უთხრა და მივმართო მამავებს. სულიერ შვილებს ქუჩა დასდევენ 19-20 წლის გოგობიჭებს ცხოვრებას უნგრებენ. ციხეში ყრიან და ამ დროს ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკაში შესვლა არ გვინდაო. ეს არ არის პოლიტიკაში შესვლა. აქ საუბარია სულიერი შვილების დაცვაზე.
რაც შეეხება ჩვენს ბრალდებას, მე ვთვლი, რომ ეს არის სრული აბსურდი და დარწმუნებული ვარ 1000%-ით, რომ ყველა საღადმოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება მე იმაში, რომ პროკურატურამ შვენივრად იცის, მაგრამ არანაირად არ უნდათ რომ ამ ფაქტებს დაეთანხმონ. იყოს რაც არის, შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ მე ამაში აზრს ვერ ვხედავ. ჩემი პროტესტი გამოიხატებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები დარწდებოდა მათ მიუხედავად იმ ძალადობისა, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან. არიან ადამიანები, რომლებმაც უკარგესი ადამიანის, უკეთილესი ადამიანის ახობაძის გათავისუფლებას საერთო ზეიმად აქციეს. ზიას პატიმრობა კი საერთო გულისტკენის მიზეზი გახდა. ახლა თქვენ განსაჯეთ, რომელი მხარეა ნათელი. ისეთივე დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში, როგორც აქციების პირველ დღეებში. შკოდებით მithვალთვალებდნენ. ვაგრძელებდი აქციაზე სიარულს. ადვოკატები პროცესებზე მიუთითებდნენ, რომ ვერ დგინდება ვერც ბრალდებულებს შორის კავშირი, ვერც ორგანიზატორი ან საერთო მიზნისთვის წინასწარ შეკავშირება. ნასროლი ნივთების რაობა და ამ ქმედების შედეგი, ანუ ის კომპონენტები, რაც ჯგუფური დანაშაულის დადასტურებას სჭირდება. მათი თქმით, მაგალითად ვერ დგინდებოდა, რომ რომელიმე პოლიციელი დააზიანა თუნდაც ერთ-ერთი ბრალდებულის ქმედებამ. პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა და რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოხდა. დემონსტრანტების პატიმრობის ვადა დაკავების მომენტიდან აითვლება. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 1 წელსა და 3 თვეს გაატარებენ. პროკურატურის განცხადებით უწყება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.